გამარჯობა. ორი სიტყვა მინდა გითხრათ ზოგადად ცოცხალი წმინდანების შესახებ რა. ჩემი სუბიექტური აზრით, ეს არის ძალიან დიდი ცდომილება რა. და რატომ ახლა? ჩემ აზრს გეტყვით რა ვიცი. მაცხოვარს იესო ქრისტეს ყავდა 12 მოწაფე და ერთ-ერთი მოწაფე გახდათ ყველთვის ცნობილია იუდა, რომელმაც გაყიდა იესო ქრისტე 30 ვერცხლად. სანამ ამ ცოდვას ჩაიდენდა, ისიც ზუსტად ისეთივე თანასწორი იყო სხვა მოწაფეებისა, არაფრით განსხვავებული, ისიც ავრცელებდა ღვთის სიტყვას და ისიც ახდენდა სასწაულებს. საერთოდ ცოცხალი წმინდანი რა არის, თუ განმარტყოს იმი არ ვიცი. წმინდანი არის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს რაღაც პერიოდი, აღესრულება და ეს აღსრულება არის კულმინაცია, შეჯამება ამ ცხოვრების გზის. იმიტომ რომ ნებისმიერ წამს ცხოვრების შეიძლება დაეცეს ადამიანი და საერთოდ აღარ იყოს წმინდანი რა. ამის ნათელი მაგალითია იუდა, რომელიც მთელი ცხოვრება თითქმის იყო იესო ქრისტეს ჩვენი უფლის გვერდით და რაც არ უნდა პარადოქსალური იყოს, ავაზაკმა მთელი ცხოვრება ცოდვაში გაატარა და ერთი სიტყვით და ერთი სინანულით ცხონდა და პირველმა დაიმკვიდრა სასუფეველი ცადა და უფალი იესო ქრისტესთან ერთად შევიდა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ცოცხალ წმინდანებს ჯობია რომ შევეშვათ. საკმაოდ ბევრი წმინდანი ყავს, წმინდა მამა და დედა, რომელიც უკვე დიდი ხნის მიცვალებულები არიან და გვეწევიან და მეუხებენ ჩვენს გამო უფალთან. ამიტომ ვფიქრობ, აღარ არის საჭირო რა ეს ადამიანებს რაღაცას მივაწებოთ რა, რაღაც მით უმეტეს წმინდანობის იარლიკები რა.